საღამო მშვიდობის ძირფასებო, დღეს უკვე 21 ნოემბერია და ძლივს რომ მოვედი. მოკლედ, მამაში კოკოლაუს ხიარას და ეს არის კოკოლასთვის, ჩაისთვის, თავსახური არ აქვს. და ძალიან ადვილად გაფუჭდა, აი აქ გაკაწრულია ეს მთლიანად. აი აქაც ქვემოთ. ან გადაიფხიკა, ესე ვთქვათ. მოკლედ, გუშინა აღუღე ესენი ბავშვებს, ეს გოდეს. თერმული არის და წყალი არ თბება, მაგიტომ ავუღე. ეს ავუღე ჩემ ქალბატონს. ძალიან მომეწონა ეგ და მინდოდა და სქონოდა. მოკლედ ესეთი კარგია. ესეც თერმულია, რა თქმა უნდა. და მესამეს ისე ხო ვერ დატოვებოდა. გეგას ავუღე, ესეც თერმულია. აი ესე. ეს 20 ვარად. ესეც 20-ად მომცა და ეს 25 ლარად. ეს მაქვს მისაცემი. იანვარში, დეკემბერში მაქვს 70 მისაცემი და ეს 65 იანვარში უნდა მივცეთ, მომცა მაგ დროით. ეხლა მე ისეთი არაფერი არ მაქვს დასაკეთებელი, მაგრამ მაინც მოვედი. მაღაზიაში ვიყავი და რაღაცეები მოვიტანე. გაჩვენეთ, მაგრამ ის სხვა ტელეფონით გადავიღე და მოკლედ ეხლა არ ვიცი რას ვიზამ. თუ შევძელი მაგ ვიდეოს გადმოტანა აქეთ, ვაიბერზე გამოგზავნა, მაშინ მივაბამ თუ არა და გეტყვით ისე რა ვიყიდე. ვიყიდე კოკა-კოლა, ბანანი, მანდარინი და ორი პური, ხილიანი შოკოლადი. გეგასთვის ძალიან უნდოდა და ესენიც მიმყავდა. აი მე მაცივიდან ეხა გამოვიდე, გაქვავებულია ხალხო. ცოლი. ცოტა მაქვს და ითხოვენ რომ გამიკეთეთ ვარენიკები და ხინგალის. ხინგალის? ხო, გინდა ხინგალი. ხო და მოკლედ აი ესე. მოკლედ რახან მე ესე ჩემ ცხოვრებას გაჩვენებ და გიყვებით ხოლმე რაღაცებს და გახედებ. რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრებაზე და არასხვისაზე, რაც ჩვენ გვეხება. რას გიგავს პირი? რას გიგავს პირი? მიდი, გოდესანიდი და მომიწმინდე უთხარი. ღმერთო ამას რა გააბრწყილებს? ნახეთ, ხო ნახეთ ეხლა. კაბა გახადა იმ თოჩინას, თავი მოაწყვიტა. აი კაბა და აგდებს პირდაპირ, რო დადოს არა, ეგეთი რაღაცა არ მომხდარა და არც ხდება ადასთან. ყველაფერს ყრის ხალხო იატაკზე. ხო და მაღაზიიდან მოვედი თუ არა, ანუ ჩავთე ვიდეო რო უნდა გადავიღო, არქნა. და მესიჯი დავინახე რომ თათია შენია. შენი ნომერი და ის უნდა მასწავლებელს რა ქვია, ბინის მისამართი და ესე იგი რომ დამარტყა. და რაზე დამარტყა? ვაიმე გოდერძის რამე მოუვიდა. ბაღის ჯგუფიდან იქ დაწერეს რა, ბაღის ჯგუფში. ისე შემეშინდა, ვრეკავ მასწავლებელთან, მე ხომ აქ მასწავლებლის ნომერი და მე დაურეკავ, მეთქი ვრეკავ მასწავლებელთან. არ გადის. რამდენჯერ დავრეკე, აი, იქნება გავიდეს მეთქი და მოკლედ, რო ვერ გავედი, დავრეკე თამთას ესე მეთქი, არ ვიცი, გოდეს რამე ხო არ მოვიდა მეთქი და უნდა გავიქცე თუ შეგიძლია რომ მოხვიდეთ და მოვიდა თამთა. ოღონდ თათია 2 საათამდე როგორღაც თუ მოახერხებ მოსვლასო. იმიტომ რომ ბავშვი ყავდა ცეკვაზე წასაყვანი და კი მეთქი. ვილბენ ხო, აქედან რო დავიწყე სირბილი. სკოლის კარებამდე ვირბინე, მართლა არ შეჩერებულა.
ის კაცი მეუბნებოდა იქ შემოსახლოში სულ ზის ხოლმე გარეთ და დაჩუმდიდა შვილო. ჯერ ადრე არიოდა ნუ გეჩქარება, ანუ ეგონა ალბათ მარშრუტკაზე მივიბოდი მარშრუტკასთან დასახვედრად თუ რა ვიცი და ეგონა და მოთხარი არა მე სკოლაში მეჩქარება თქო და იმერიდება ხოლმე რომ მიყურებენ ესე რომ დავდივარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და რა გავაკეთო. ესე დავდივარ სულ თუ მეჩქარება. ხო და მივედი და არაფერი უბრალოდ ნომერი დომებიათ და ეს რა ქვია ბინის მისამართი იქ რო ჩაეწერათ. იქ იყო და იქ. მე კი მივწერე იქ ჩემი ნომერი, მაგრამ იქ ინტერნეტიც არ იჭერს ხოლმე იქ სკოლაში. ჭირს ზოგჯერ. მაგიტომაც იყო რომ მასწავლებელსაც ვერ დავუკავშირდი. არ იჭერს შიგნით რამდენი ცეკვას ვესწრებით ხოლმე, სულ ჭირს დარეკვა. დარეკები შემოდის ხოლმე. ამიტომ მე ვარ ეგეთი ისე ხა ძალიან ისეთი ემოციური თორე რა მოხდებოდა რამე რომ მომხდარიყო. ეხლა ჩემი ნომერი იქ ბევრს ააგდა. დამირეკავდნენ, მაგრამ მე უცებ უნდა შემეშინდეს. რა ვიცი რა ჩვევა მაქვს ეგეთ. ხო, რა უნდა გითხრათ? სუფრაზე ვარ დაბატიჟებული, რომ გინდოდათ, რომ არ მიდიხარ და ასე და ისეო. ხო და? მამიდა ჩემი სახლში. ქორწილში რომ ვიყავი, ხო გახსოვთ? აი იქ. ვარ დაბატიჟებული, ბავშვი რომ შეეძინათ. არ მეგონა ესე მალე რომ მოხდებოდა. მაგრამ კი ვთქვი მე, ისინი დიდხანს არ დაიცდიან, მალე გააკეთებენ მეთქი, მაგრამ მაინც მუხრანი მეუბნებოდა არაო ვითომ, ესე მალე რას გააკეთებენო და აი და მოგლეთ შაბათს მივდივარ. ოღონდ არ ვიცი რას ვიცნე. ეხა არ ვითხრათ, ამდენი რამე გაქვს, იმდენი რამე გაქვს. რომ იქნება ისეთი ბევრი არაფერი არ მაქვს. და მით უმეტეს ეხა იმ შავკაბას ვერ ჩავიცმევ, სირცხვილია. ეხა იმ შავით სატირალზე ყველაფერზე მაგით დავდივარ და ეხა იმას ვერ ჩავიცმევ. წვანე კაბაზის შევაჩერე არჩევანი, რადგან მიხდება ეს კაბა. მაგრამ ეხა იქ რომ მივარ, ჩემი და რამდენი მეტრის ჩემზას ანუ ჩავიცი. ანუ ხო იცის რომ ის მქონდა და ძალიან ბევრი წელია ეს კაბა რაც მაქვს. მოკლედ შეყარებულები ვიყავით მე და მუხა თბილისში რო ვიყიდე. 2016-დან მაქვს. ან 15-დან. რა ვიცი, მგონი 15-დან. ხო და ვითომ ნანახი ექნებათო და მაგიტომ იმით არ წახვიდეო იტყვის ალბათ, მაგრამ ეხლა მე ვერც გავდივარ თორე ავიღებ რამეს და ვიყიდი ნებისმიერი მომცემს. ყველამ ძალიან კარგად იცის მე როგორი სიტყვის ადამიანიც ვარ. აი აქ სენაკშიც და აქაც. ყველამ ძალიან კარგად იცის მე რომ ადამიანს ვეტყვი რომ ამა და ამ დროს და ასე რომც ვკვდებოდე მაგას გავაკეთებ და რომც არაფერი მრჩებოდეს. მაგრამ ეხლა მუხრანიც მირეკავს დღეს და მეუბნება რომ რესტორანში მივდივართ ბიჭები, უარი ვერ ვუთხარი, იმიტომ რომ აქამდე სულ უარს ვეუბნებოდიო და გავბრაზდი, მაგრამ აზრი არ აქვს, რომ რამე ვუთხრა მეც ხომ გოგოებთან ერთად მეც ხომ მივდივარ, რომ აი ყოველთვის ვერ გამოვატოვდები, ყოველთვის. რა თქმა უნდა, მე მიზისი აქ, იმიტომ რომ 20-25 ვარით გამოვდივართ გოგოები, ისეთ სუფრებს არ ვიხდით, როგორც აი ბიჭები და ყველაფერი რო აქვთ მაგიდაზე. ჩვენ უფრო ეკონომიურები ვართ. ამ ხრივ, მაგრამ აზრი არ ქონდა უარის თქმას.
რო აი ასე ხენი მეთქი არა და ჩაფიქრებული მქონდა ხვალ ქალაქში გავარდა რამე კაბას მოვიძიებ მეთქი მაგრამ არ ვიცი და იმას გეუბნებოდით რომ ჩემი დედამთილი ვიცი მეტყვის ახლა რომ ისევ ეს უნდა ჩაიცვაო და ვითომ უნდა იმას რომ ახალი მეცოს და კარგად წავიდე მაგრამ ისიც ძალიან ლამაზია და ეხა ვის აქვს ის ჩემი გაბა იქ ნანახი არც არავის მე თუ მკითხავთ აქ ვიდეოში თუ ეკნებათ ხალხს ნანახი რომ მეცვათორე რავი თან ახალია მაგი ვული მაგკაბას თან მიხდება და მომწონს მაგ სტილის კაბა ვნახე მერე ზუსტად ის იყო წითელი არაფრით არ მაყიდია მუხრანი მხალხო შეყარებულები ვიყავით რას ვეკითხებოდი ჩემ ფულს ხარჯავდი და მეყიდა მინდა ორი ერთნაირი მაგ ერთნაირი ზედები და დავდივარ ძალიან კარგად კიდევ დამირეკე სამხანაკს მამა გადაიცვალა ძალიან მაგარი კაცი იყო ისიც და ის სამხანაკი ძალიან მიყვარს მაგრამ როლი ეს არ არის სათამაშო დედიგა მეთქი ვატაპაკე ჯო ნო იქნება ინგლისურად მე მგონი ვატაპაკე პარიში აიხეთ ადა სონიკი დედა აგდადეს მოდი საწამიხე ტელეფონი გოდეს გოდე გაათეს და ია ცოტა ხანს ნახე დაუდია გაბათ ამან დადო ჯანმრთელობა ხოდა იმაზე წინაზე რომ დავდე დედა რომ მოუკვდა კიდევ ამ ხანაკს ხმას ჩაუწიე კეკა სხვანაირად არ ესმით ხალხო არ ყვირი ვარ უბრალოდ არ ესმით ამ ბავშვს და მეძახი ეხა ძალიან დიდი ბოდიში ვინც მშვიდად საუბრობთ და მე თუ ვერ ვარ ისეთი ჩემს ჯიშში ეგრე არის ყველას ტონი გვაქვს მაღალი ოღონდ ამას ეხა მე სრული სერიოზულობით გეუბნებით ბებია მამა ბიძოლები რავი მოკლედ ესე ვართ ტონი გვაქვს მაღალი ყველა ნაზები ვერ გამოვედით იყო დრო რომ ძალიან მშვიდი საუბარი მქონდა მაგრამ აგერ რამდენი მშვიდად დაუძახებ არასოდეს არ ესმით არასოდეს გოდეს შეაქო დღეს სამი მასწავლებელმა რომ უკეთესობისკენ შევიცვალეთ ჩვენო ყოველ დილით ბავშვებს გეფიცებით ყოველ დილით მანამდეც ეგრე ვეუბნებოდი და დღესაც და საერთოდ გუშინაც და რომ ანუ მასწავლებელს უნდა შეაყვარო თავი ცოტა იმის გამოხატულება უნდა გქონდეს გრძნობების რომ გამოხატო იმიტომ რომ გოდე არის ძალიან თბილი ბავშვი აი ძალიან იცის გამოხატვა ჩემთან თუ გამოხატავს სხვასთანაც გამოხატავს მაგას ეხა ვეუბნები დედიკო მეთქი თბილისში ვინ გინდა რომ გამოყვეს მეთქი დედიკო თუ მამიკო და ხო იცის რომ მე უნდა მაგრამ თან მამამის ესმის და იყურება ხო და მე მანიშნა დედიკო და მერე ორივე ასე გაიძახის ორივეო სადა ორი კაცის წასასვლელი ფული მე და კოდები შევძლოთ წასვლათ ორე არ მინდა გამოვაკლო მე ყველაფერს მოვახერხე ღვთის წყალობით მოვახერხე ფული აგერ არ მაქვს ხელზე ღმერთმა დამაჭიროს ჯერ და გოდეს ზუსტ თუ დამწვით და გავუშვებ რატომაც არა
ასე რომ აბა სკოლაში ყველა ცეკვავს ხალხო იმ გასვლებს და იმებს აქვს შედეგი კარგი რომ ბავშვმა სხვაგანაც შეძლოს ცეკვა თავი გაართვას ამ რაღაცას და გოდეს რომ უყურებ მე მაგ მხრივ ეხა სიმოწვე არა აქვს ჩვეულებრივად ცეკვავს ეგეთი ამბები ძვირფასი თან ვაპარაკო და თან ვცდილობ რომ გავაკეთო ეხლა მართლა თქვენ გონიათ მე რომ ეხა აი რაღაცას აკეთებს და ეს აი ეს რა დასადებია და მახსოვს მსგავსი კომენტარები სუთარიდან რომ მოვედი მაგრამ მე აი ამას რო ვაკეთებ მაშინაც ან სახლს რო ვალაგებ ზოგჯერ უმეტესწილად მაგ ან ლიკას ვურეკავ ან ნათიას ვურეკავ ან თამთას ვურეკავ რომ ეგეთი ის მაგ ძალიან ადვილად ვაკეთებ მაშინ და მალეც ვრჩები ხოლმე მაგიტომაც იყო რომ ეხა ჩავთე კამერა რომ მინდოდა ცოტა საუბარი ჩექმები მინდოდა ოვეს ამით ჩავდე ხალხო ალუმინით არის ნახავი და მე ამით ჩავდე იცი რომ არის ნახავენ მაგრამ ჩავდე დაწი რას უშველი ესე ვარ ხოლმე დამოკიდებული მართლა ზოგჯერ რამდენს ვითმენ რომ მართლა არ ვყიდულობ დღეს ვერ მოვითმინე ისე მიშრებოდა პირი ბავშვებს უთხარი ადექით წავიდეთ მაღაზიაში მეთქი და მოვიტანეთ მაგიტო ბანანები ეხლა არ მინდა დღეს და ხვალ შევჭამო ბევრი და გავსუქდე ხო და ამიტომ არ შევჭამე ხა ამას მხოლოდ ბავშვებს გავუკეთებ Papa, tell puntia. მე არა მიღია შენი პულპი რაღაცას რო ამბობდი ის და მომიწევს რო ამბობდი რაღაცას რო ამბობდი ჩემი და არ ვიცი ჩამოვატყუანა მინდა ვამბობდა მაგრამ არ ვიცი კახელი ყველა ერთად კარგახანია ვარ ვინახიაო და მინდა ჩამოსვლა ვამბობდა ხანიზე მინდოდა დარეკვა თქვათ შესაღები მაქვს ჩხილები მაქვს მოსაწესრიგებელი ეხლა ვერ გავიკეთებ მე იმას შილაკს ვერ გავიკეთებ სახაცლოდ მინდა რომ გავიკეთო ეხლა ვერ ხო მასწავლებლის მისაცემი ფული მიმქონდა და ისიც ჯიბეში ჩამჩა ხალხო ისე იმას ისე დავიბენი და რაღაცა რომ ჯიბეში ჩამჩა და აქეთ ამოვი ხალხოდეს გამოსაყვანად რომ მივალ არა დილით ხო პარასკევია შეიძლება ასვლა იმედი არ გაიღვიძებს როგორც დღეს დილით გამიკეთება გოდე ჯანმრთელობა და ჯაზი და ღვთისმღალობა გოდერძი გოდე იმას
გოდე დედი ბევრი არ მაძახები ოქთ ხო? ხო გინდა რომ წაგიყვანო შენ? გასკოჩილი მაქვს ისედაც ის პულტი ბიჭო. ქვინიანი ვარ. მოხალვის უნდა წასულიყო რომ ძროხავდა დაეკლათ და გადავადდა ეგ იმიტომ რომ პარასკევს ვერაფერს ვერ მოასწრებენ ეგენი და შაბათი დღე ქონდა და შაბათს უფრო მივდივართ მაგიტო სამთელობა ის მეთქი რა ქვია წინაზე დავდე მეთქი და ეხლა ვებდე უთხარი ჩემამხანაგებ ბოდიშიც მოვახალე მაგრამ აქეთ ბავშვებისთვის მჭირდება ანუ ყველაფერს ხო ვერ ვიყვი ხო იმიტომ რომ მე ესეც კი არ მოსწონთ ადამიანებს რომ ესმით და იგე მაგიტომაც ყველაფერს ვერ იტყვის ადამიანი თორე არაფრით არ დავაკლდებოდი ეხა მაგას, მაგრამ მართლა არ არის. აი, ერთი სიროფი მოვატანინე გუშინ და ერთ სიროფს ვუყავ ბავშვებს მუხას. დედა უშუქო ასე რომ ცალიგარი ani changai დედა საჩიმიდა ჯერ ადრეა დედიკო და მე მოგცემდე კი დედა ვაჭუ ჩიპსი დედი ვანი აი ეხა ეს სუფრა და ის ერთმანეთს რა არ დამტყროდა მაშინ კი მაგრამ ეხა იქ აუცილებლად უნდა წავიდე გოდეს დროს მყავდა და ბავშვს ფული აჩუქეს ასე რომ მეც რა თქმა უნდა ვაჩუქო ბავშვს თანხა სხვანაირად არ გამოვა აქვე მოვინახულე არ მაინც არ უშვებიო და ბოლოს და ბოლოს ძალიან ახლობელია თორე ის არ არის რა ქვია მამიდაშვილია ძალიან გემრიელი მამიდები მყავს თბილები ძალიან თბილი ნინელი მამიდა განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაშიც უფრო ხშირი აქეთ ვიყავით ნინელი მამიდასთან იმიტომ რომ დედაჩემის სახლი სადაც არის ჩემი და სადაც ცხოვრობს იქვე არის ახლოს ამიტომ ფეხითაც კი ავდიოდით მამიდასთან სადღაც 6 ან 8 კილომეტრი იქნება და ფეხით მივდიოდით ბავშვები დღე მართლა დღე არ მომიწია ხალხო არ მომიწია ისე რომ აი საჩინოში წავიდე გაჩვენოთ ის გზები სად დავდიოდით და რაღაცეები რომ გაჩვენოთ და გათვალიერებინოთ მაგალითად არ მომიწია ამან იმიტომ რომ ეს ბავშვები ვისმენს სულ საქმე უჭირთ ხოლმე რომ აი დედიკოს არცალია ლიკა სკოლაში დარბის ხო და ამ ბავშვებს ვის დაუტოვებ თორე დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ბევრ რაღაცას გაჩვენებდი რაც მართლა არის სანახავი და ბევრს უდევს ჩემი სოფლის ვიდეოები
რომელმაც მართლაც ინტერესი გამოიწვია ხალხში. მაგრამ ბავშვების გამო ვერ მივდივარ. ესენი რო წამოვიდებიან მე ეს მე აქ გადავიღე ვიდეო, სადაც კიდევ არის რაღაცა მესიჯი. გადავიღე ვიდეო, სადაც ეს არის რა ქვია. დიდი შუადღისკენ უნდა წასულიყავი ქალაქში და მოვასწარი ამის გადაღება, მაგასაც დავურთავა აქ. რომ მოვბრუნდი მე ამას იმიტომ მივიდებით, რომ მოვბრუნდი მე ისე მომიწია 110 დღე და მივეკავს. მე ისე მომიწია, კაი გადაურეკა. ამას გავაკეთებ 1 წამით არ მომიწერის ბავშვი. მე დავაპაუზებ და გადაურეკა. მე ისე მომიწია მობრუნებულზე ამის გაკეთება.